გიორგი კირთაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ალბათ ხლა დღეს ყველა სტუმართან რასაკვირველია მექნება ეს კითხვა, როგორ უნდა გადაიფურცლოს ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს და როგორ უნდა დაიწყოს თავიდან არა, უბრალოდ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, რომელიც უკვე 74 დღეა დაიწყო და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს ნამდვილად და შეაჩერებს. პირველ რიგში თქვენი შეფასება მინდა ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ბოლო დღეებში თქვენ არაერთხელ შეგახსენეს, რომ მაგალითად მურთაზ ზოდელავა იყო კოალიციის წევრი და შემდეგ საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადეს. მე ვიცი, რომ მან დატოვა ბოლოს კოალიცია და ის როგორც მურთაზ ზოდელავა ასე იყო ჩართული ამ ყველაფერში, მაგრამ ვინაიდან დღეს ის არის ახლა საპატიმროში, მაინც მოგცემთ საშუალებას, რომ ამაზე თქვენც გააკეთოთ განმარტება. მურთაზ ზოდელავა არის ძალიან კარგი კაცი და ჩვენი მეგობარი, ისევე როგორც ძალიან კარგი ხალხია ყველა ეს ადამიანი, ვინც ივანიშვილის რეჟიმა ეხა დაატყვევა. რაც შეეხება ჩვენს რაღაცა პოზიციონირებას ამ ნაწილში, ჩვენ შევხვდით რაღაცა პერიოდის წინ მურთაზ ვერ ვისაუბრეთ ამ თემაზე. ჩვენი ხედვები ამ ნაწილში არ დაემთხვა და კი მან გადაწყვიტა, რომ ის ამ მიმართულებით გააგრძელებდა ისე პოზიციონირებას, რომ ის არ წარმოადგენდა ბუნებრივია ჩვენს პარტიასა თუ კოალიციას და მან პირადად აქ ამის შესახებ რა თქმა უნდა უამრავჯერ ნათქვამი და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მე რა ვიცი, ალბათ უმძიმესი იყო რა თქმა უნდა იმ კადრების ნახვა ჩვენ რაც ვნახეთ ჩვენ მურთაზის დაკავების დროს, ირაკლი ნადირაძის დაკავების დროს, რომელიც ემშვიდობებოდა თავის შვილებს, ატა ბურჭულაძის ადამიანს, რომელსაც ალბათ რა ვიცი ყველა ქვეყნის და მათ შორის წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტები დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდნენ თავიანთ სასახლეში პატამანჯგალაძის იკვერძის და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ყველამ კარგად ვნახეთ, რომ სხვა შორის იმ დღეს თუ მეორე დღეს კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან გარკვეული სიურპრიზები მოუწყო აქციის ორგანიზატორებსა და იქ შეკრებულ ხალხს და ალბათ ესეც იყო ხო მისი მთავარი სიურპრიზი, ერთგვარი პროვოკაცია, რომელშიც მოხდა სამწუხაროდ აქციის ორგანიზატორთა ჩათრევა და წარმოვიდგინოთ და კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვინ არის ადამიანი, ვინც დღეს ამ ქვეყანაში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს, ხო ივანიშვილთან ერთად ადამიანი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას მსგავსი ტიპის რაღაცა პროვოკაციულ სიურპრიზებს უწყობს. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს არ იყო რაღაცა კარგი დღე 4 ოქტომბერი ამ ნაწილში ქუჩის საპროტესტო აქციებისთვის, ამან ხალხის საპროტესტო ელექტორატის გარკვეულ ნაწილში ბუნებრივად გამოიწვია სამწუხაროდ ნიჰილიზმი და იმედგაცრუება, ოღონდ ეს ყველაფერი მალევე უნდა დაიძლიოს. ჯერ ერთი ამ აქციაზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდე ძალიან აქტიურად გამოდის და აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმს, მიუხედავად იმ რეპრესიებისა თუ 1000 უბედურებისას, რომელსაც ჩადის რეჟიმი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა, ასევე კიდე 4 ოქტომბერს არჩევნებად წოდებულ ფარსსა და ტყუილს, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციას ქართულმა ხალხმა უთხრა უარი და ის რო ეხა ეს არ იყო არჩევნები და ეს არჩევნები არ შედგა და რეალურად ქართულმა ხალხმა მას უარი უთხრა, ალბათ რა ვიცი, ყოველსათვის ნათელია, ხო, განსაკუთრებით 100%-ით არჩეული მერების ფონზე, დაბალი აქტივობის და ასე შემდეგ. დიახ, ბატონო გიორგი, აი რა უნდა მოხდეს უკვე ამის შემდეგ? თქვენ თქვით, რომ არ იყო კარგი დღე, ნამდვილად არ იყო კარგი დღე. ერთის მხრივ ვერ მიაღწიეს იმ მიზანს იმ ადამიანებმა, ვინც მართლა ალბათ ყველამ უნდა დაუფასოს ის თავგანწირვა და ის მონდომება, რაც გასწიეს ამ პროცესში ამ ხალხმა, ვინც ახლა ციხეშია და ვხედავთ, რომ რეჟიმი კიდევ სხვა ადამიანების დაპატიმრებასაც აპირებს. ერთის მხრივ ეს იყო გზა და მეორეს მხრივ იყო ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა, ხო, ოპოზიციის ნაწილის, ხო? არც ერთისთვის არ იყო კარგი დღე 4 ოქტომბერი. აი ახლა ამის შემდეგ რა მთავარი დასკვნები უნდა გამოიტანოს აქედან პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ რიგში და ასევე საპროტესტო საზოგადოებამაც და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, ბატონო გიორგი, როგორ გონიათ თქვენ? ხო, ბუნებრივია შეცდომების გაანალიზება, მათ შორის რაღაცა სწორი მოლოდინების არსებობა ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა, რომ ჩვენ ვებრძვით რეჟიმს, რომლის დამარცხებაც არ ვიცი რამოდენიმე საათსა თუ რამოდენიმე დღეში არის პრაქტიკულად შეუძლებელი. უბრალოდ ჩვენ ვებრძვით რეჟიმს, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში ცხოვრებაც და ამ ქვეყნის მომავალიც. ის შეცდომები, რაც იქნა დაშვებულია, მას სჭირდება აღიარება და არ გულისხმობ მხოლოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ასევე გულისხმობ იმ ხალხს, ვინც გადაწყვიტა ამ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა და დღეს, რა ვიცით, მათ შორის ჩემ და
გასაკვირათაც და უამრავი ადამიანისთვის უცნაურად ალბათ ეს ხალხი აქეთ გვესხმის თავს და გვეუბნება არჩევნებზე რატო არ მოდითო თითქოს ეს მართლა არჩევნები იყო და ნაცვლად იმისა რომ გაყალბებებზე საუბრობდნენ და მართლა საჩივრები დაეწერათ ვიდეო კამერებით რომ დარბოდნენ იქ რომ რაღაც დარღვევებს აღმოაჩენთო კიდე აქეთ აქვს რაღაცა შტურმი გადმოტანილი რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი განსაკუთრებით არ არის სწორი იმის ფონზე როცა საკუთარი მხარდამჭერების უმრავლესობასაც კი ვერ არწმუნებ იმაში რომ ეს არის არჩევნები და არატყული და რუსული სპეცოპერაცია ამ დროს სხვებს თავს არ უნდა დაესხა ალბათ მათაც უნდა აღიარონ რომ ეს იყო შეცდომა და შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან თავარი რაც არის ახლა თქვენ წინასწარმეტანაც საუბრობთ და ბოლო ნაწილს მეც მეუცარით მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა რაღაცა მოლოდინების სწორმართვასაც და სწორად მუშაობასაც ის რომ საპროტესტო მოძრაობა ამ ქვეყანაში არ უნდა გაჩერდეს და გაგრძელდეს ეს რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი ის რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა იყოს ესე ვთქვათ მუშაობა და რაღაცა სწორი მოლოდინები უნდა გქონდეს მათ შორის ამ მიმართულებითაც ესეც არის მნიშვნელოვანი უამრავი ადამიანია საზოგადოებაში რომელიც ჯერ კიდევ შესაძლოა ბოლომდე ვერაც ცნობიერებს მაგალითად იმას რაც დღეს თქვა ირაკლი კობახიძემ ხო რა ვიცი ფსკერი არა კობახიძის განცხადების მაგრამ დღეს ევროპას რაღაცა გებელსის ევროპა ეძახა პრაქტიკულად პირდაპირ ამ ადამიანმა იქ სადაც დღეს თუ კი სადმე მსოფლიოში ადამიანის უფლებები არის დაცული ეს რა თქმა უნდა არის ევროპა თუ კი სადმე კეთილდღეობა ეს რა თქმა უნდა არის ევროპა და ამიტომაც არის ქართული ხალხის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი ევროპა დღეს კობახიძემ პირიქით გითხრა რომ ეს რაღაცა ფაშიზმია იქ რაღაცა გებელსის მეთოდებით ხდება ევროპის მართვა. ხო ანუ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უნდა აუხსნათ რომ ისინი ან ნეიტრალურ პოზიციაში არიან ან მხარს უჭერენ იმ ტიპის ხალხს რომლებიც მათ შორის ამ ქვეყნის მომავალს ესე უყურებს არა და ხელშორის დღეს მტერსა და მეგობარზე ისაუბრა კობახიძემ კარგად გამოჩნდა 4 ოქტომბერს ვინ არის მტერი და ვინ მეგობარიო. ნუ მტერში გასაგებია ხო ვისაც გულისხმობდა ევროპას ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარში ალბათ ცალსახად იგულისხმა რუსეთი იმიტომ რომ მხოლოდ კარასინის მხრიდან იყო და სხვა ადამიანების მხრიდან რუსეთიდან იყო შეკება კი ხო ანუ ამ გასაგებია ხო ეს ადამიანები მეგობრებად გვასაღებენ იმ ხალხს რომლებიც ამ ქვეყნის არა მხოლოდ ისტორიული მტრები არიან კაცო არამედ ამ ქვეყნის მომავლის მტრები არიან და მართლა რეალურ მეგობრებს რომელთა დამსახურებითაც ჩვენ რაღაცა სახელმწიფოებრიობა მოვიპოვეთ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით მართლა შიმშილი გადავლახეთ და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა გაგვაჩნია ამ ადამიანებს კიდე მტრებს ეძახის ასე რომ თუ კი ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში რომ ისაც ამისი ახსნა სჭირდება ეს უნდა იქნას ახსნილი ასევე უამრავი ადამიანი არსებობს თამარ ამ ქვეყანაში რომელსაც ალბათ ლეგიტიმური და სწორი კითხვა აქვს რა ხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ რა არის ის მეთოდები რომელთაც ჩვენ მართლა ვქონით იმ სისტემას რომელიც გვაძლევს საშუალებას გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდად უსაფრთხოდ და კეთილდღეობით ვიცხოვროთ. შეიძლება ყველას ინტერესში არ შედიოდეს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ეგეც აინტერესებს. ალბათ პარალელურ რეჟიმში ამაზეც ბევრი უნდა ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამის გამოცდილება ამ ქვეყანაში არის. მართალია, ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას თითქოს ერთობა უჭირს, მაგრამ ბოლო პერიოდშიც კი ჩვენ მქონდა ამ თანამშრომლობების და მჭიდრო კოორდინაციის კარგი მაგალითებიც და ამის შედეგიც არის ის, რომ დღეს პარლამენტი არის ერთპარტიული და არალეგიტიმური. ამ სწორი და კოორდინირებული მუშაობის მათ შორის საგარეო ფრონტზე დამსახურება არის ის, რომ დღეს რეჟიმის წარმომადგენელთაგან არავის ხელს არ ართმევენ და მათ ხელისუფლად კი არა რეჟიმად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნების და ეს იყო მათ შორის 4 ოქტომბერს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება ამ ტყულში მონაწილეობის მიღების, მაგრამ რა ვიცი, ყველამ შეცდომა უნდა აღიაროს, ალბათ გაანალიზოს და ისე უნდა ვეძებოთ, რა თქმა უნდა, შეხების წერტილები და მჭირდება მჭიდრო კოორდინაცია ყველას ერთმანეთთან. არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს და ზოგადად საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ამ ხალხში იყოს ისეთები, ვინც ვერაცნობიერებდეს რა მასშტაბის რაღაცა საფრთხესთან გვაქვს ჩვენ ახლა. საქმე თუ ბიძინარჩება ხელისუფლებაში აი, როდესაც ახლა ვიძინარჩება ხელისუფლებაში და მეორე მხრივ რამხელა შესაძლებლობაა თუ ჩვენ რეჟიმს მოვიცილებთ, რამხელა შესაძლებლობა ეხსნება ამ ქვეყანას. კი ბატონო, 4 ოქტომბრამდე იყო ხო ეს გახლეჩილი იყო ოპოზიცია მინიმუმ ორ ნაწილად, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ნაწილი მიდიოდა ადგილობრივ არჩევნებზე, ნაწილი გამოუცხადა ბოიკოტი, იქ კიდევ რაღაც ნაწილი ამ 4 ოქტომბერს დავიწყებთ, დავამთავრებთ, ამის მომხრე იყო 4 ოქტომბერი გავლილია. აი ახლა რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რას ვერ ლახავთ, რომ ის ყველაფერი გაკეთდეს, რაზეც თუნდაც ახლა თქვენ საუბრობდით თუ თქვენ წინა გამოსვლით. კი, გავიგე.
მე მინდა გითხრა თუ ჯერთია ამ მიმართულებით მუშაობა მანამდეც იყო, ეხლაც არის და მომავალში საუცებად გაგრძელდება. ის 8 პოლიტიკური პარტიის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელმაც პრაქტიკულად ამ ტყუილის საპირისპიროდ რეალურად კარგი ქუჩის საპროტესტო აქციები ჩაატარა და სახელი დაარქვა მართლა ამას არჩევნები კი არა, ტყუილი ფარსი და რუსული სპეცოპერაცია დაარქვა. ეს იყო იმ თანამშრომლობის შედეგი, რომელიც ჰქონდა 8 პოლიტიკურ პარტიას და არა მხოლოდ სამოქალაქო ჯგუფებს, მათ შორის და უამრავი ადამიანი იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩართული და გახსოვთ თქვენ აქციები, რა ვიცი, ზაფხულშიც, სექტემბერშიც, ოქტომბერშიც და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თანამშრომლობა იყო კიდევ უფრო მეტად არის გასაფართოებელი, კი, ნამდვილად არის გასაფართოებელი. მეტი კოორდინაციაც არის საჭირო და ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. შეცდომების რაღაცა ყველამ ალბათ საკუთარ თავში აღიარებაც, რაღაცა სწორად ჩამოყალიბებაც იმ საქმეში, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა და ამისთვის ხო რაღაცა პირად ეგოებზე გადაბიჯებაც ხშირად ბევრ ადამიანს მოუწევს და მოგვიწევს და სწორი თანამშრომლობა და კოორდინაცია ერთმანეთთან იმ პუნქტებში შეასრულება, რაც თქვი, ხო? და მთავარი რისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად რაღაცა ეხლა უნდა ვიბრძოლოთ ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდევ აქვს ჩვენს ქვეყანას, ამისი გამოტოვება და ამისი ესე ვთქვათ, ეხლა გადაგდება ისტორიულ სანაგვეზე არ შეიძლება. გვაქვს ჩვენ ეს შანსი, რომ ჯერ კიდე ჩვენი ბრძოლით მივაღწიოს იმას, როცა რეჟიმი ჩამოიშლება, შევქმნათ ნორმალური სახელმწიფო და რა ვიცი, შემდეგ ევროპასთან ერთად გრძელვადიანი პერსპექტივით ვიცხოვროთ კარგად. არ გავიქცეთ ამ ქვეყნიდან. პირიქით, ყველა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს და მათ შორის ის ხალხიც, ვინც დღეს ქართულ ოცნებას ამა თუ იმ მიზეზით მხარს უჭერს, უნდა გრძნობდეს იმას, რომ ამ მომავალ სახელმწიფოში, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ალბათ ოდესმე ყოფილა, მისი როლი და მნიშვნელობაც იქნება მაღალი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი.